სემებითაც კი რაში როგორ აისახება საქართველოში მიმდინარე პროგრესი. თბილისში ამიერკავკასიაში პირველი 18-იანი ორ პროფესიული პრემიერ გოლფ კლუბი შენდება დედაქალაქის თავზე. კრძალში 330 ჰექტარის ტერიტორიაზე Club House გოლფის სათამაშო მოედანი, საცურაო აუზი, სილამაზისა და გამაჯანსაღებელი ცენტრები, ასევე სავარჯიშო დარბაზები, ჩორბურთის მოედნები და მაღალი კლასის სასტუმრო და საკონფერენციო დარბაზები გაშენდება. განაშენინების დაგეგმარება და დიზაინი გოლფ კლუბის მსოფლიოში აღიარებულ ესპანელ დიზაინერს ეკუთვნის. პრემიერ გოლფ კლუბი ევროპული ინვესტიციებით ფინანსდება და მისი მშენებლობა დაახლოებით 20 მილიონი დოლარი დაჯდება. გოლფ კლუბის მშენებლობასა და მართვას მსოფლიოში ცნობილი კომპანია Grupo Pastori ახორციელებს. სამუშაოები 2 წლის განმავლობაში დასრულდება. ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ პრემიერ გოლფ კლუბში მსოფლიო დონის გოლფ ჩემპიონატები ჩატარდება. მშენებლობის პროცესში და გახსნის შემდეგ კომპლექსში ასობით ადამიანი დასაქმდება. გოლფ კლუბის მშენებლობას დღეს ესპანელ ინვესტორთან ერთად თბილისის მერმა ჩაუყარა. საფუძველი საძირკველში გიგი უგლავამ სიმბოლურად კაფსულა ჩადო და ტერიტორიის განვითარებას სამომავლო გეგმებს გაეცნო, რის შემდეგაც იმპროვიზირებულ მოედანზე გოლფი ითამაშა. საერთაშორისო კომპანია მართავს, პრინციპში უნდა ველოდოთ ძალიან ბევრ ტურისტს, მაგრამ მნიშვნელობა ამ პროექტის ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია, იმიტომ რომ აბსოლუტურად ახალ სივრცეს აჩენს ახალი ტიპის სამუშაო ადგილებისთვის, მაგრამ ქალაქის პერსპექტივიდანაც რომ ვნახოთ, ეს არის ქალაქის ყველაზე მოწყვეტილი, მაგრამ ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი, იმიტომ რომ აქ ამ ადგილებიდან ხედები ქალაქის არის სრულიად ახალ სივრცეს და ახალ პერსპექტივას აძლევს. Დამთავრდა ქალაქის განვითარება არის პრაქტიკულად ახალი უბანი, რომელიც დაემატება თბილისს. ეს არის ტურიზმის თვალსაზრისით აბსოლუტურად უნიკალური ახალი ნიშა, რომელსაც ჩვენ დავიკავებთ, რაც თავარია თვითონ ქალაქისთვის არის ახალი პერსპექტივა. ანუ ახალი დასახლება აი მარტივად რო ვთქვათ, რითი უნდა გაუწიოთ, ვთქვათ, კონკურენცია ამ ადგილმა, ვთქვათ, ისეთ უკვე აპრობირებულ ადგილს, როგორც არის კოჯორი, ტაბახმელა, წყნეთი, წავკისი. ეს არის ახალი მიმზიდველობა, გოლფის მოედანი და მის გარშემო დასახლება, რომელიც და მარტო მშენებლობის სტადიაზე ალბათ 500-600 კაცი მინიმუმ იმუშავებს. და შემდეგ უკვე სერვისი მომსახურება შეიძლება ბევრ გაცილებით მეტიც იყოს. იმიტომ რომ პრაქტიკულად ეს არის მინი ქალაქი. პრაქტიკულად ქალაქიდანაც ძალიან ახლოს არის. ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში ინვესტიციას ვდებ. ამ ქვეყანაში ბიზნესის წარმოება უსაფრთხო და უპრობლემოდ შეიძლება. პროექტზე ბევრი ვიმუშავე და ვფიქრობ, რომ მდებარეობიდან და აქაური კლიმატიდან გამომდინარე, მართლაც წარმატებული იქნება. ეს ადგილი გოლფ კლუბთან ერთად ბიზნეს ცენტრად გადაიქცევა. უამრავი ტურისტი ჩამოვა და ბევრი ინვესტიციები განხორციელდება.